მოგესალმებით ჩემს არხზე. დიდი ხანია ამ არხზე ვიდეო არ დადებულა, როგორც წესი უნდა ყოფილიყო ვლოგი, მაგრამ როგორც ხვდებით ეს იქნება ტემუს unboxing-ი. ამას 10-დან ალბათ 7. ღირდა სულ რაღაც 27 ლარი. ესეთი სილიკონის ბურთია, რომელთაც ალბათ რექსიც ძალიან კარგად ითამაშებს და დანიც. და ამ ძალიან კარგად ამშრალებს ყველაფერს და რამდენია. ამიტომ არ დაგავიწყეთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა, რომლის თქმას იყოს ყოველთვის ავიწყდება 100,000 გამოწერზედი ხდები? ხო და აქტიური მე ცოტა. ვეცდები. კაიბოდ დავიწყოთ. ნახე, რამდენი რაღაცაა თო? ყველაფერი ჩემია. სხვათა შორის აქვე გეტყვით, ვინც დარეგისტრირებული არ ხართ და გაივით რეგისტრაციას და ჩაწერთ ამ პრომო კოდს, მიიღებთ ტემუს 300 ლარიან ვაუჩერს. 300 ლარი ცოტაა? არა. სამბევი. ტემუსთვის ძალიან ბევრია. კი, მაგ რამდენი ლარიც არის? მე 400-500. შეიძლება. სულ მინდოდა ეს წელი ამ პარკის ესე გაგალეჯო. პირველი რაც ხდება თვალში ალბათ ეს. ეს არის როგორც ჩანს. ეს გავუმეწერია ამიკომ და უნდოდა ბილიატაკების ვაკეთებია. ოთახებში გვაქვს ბილიატაკი და იქ დალაქავებული ადგილები ჩოთკით არ ამოდის და ამიკომ მითხრა რომ ესენი უერთდება ესენი უერთდება ერთ სიტყვით ჩურპაბოის და მე არ ვიცი რა ქვია როგორც ვიცი ისე ვიძახი. მე ესენი ეს ტუალეტის სახე ხვალსო. ამით შეგვიძლია ავტომობილის გუშიტელი გავწმიდოთ. აი ეს უკვე გამოდგება ხალხისთვის, თან უხეში აქვს ზედაპირი. ავტომობილის ხალხისთვის გამოდგება ალბათ. შენ ავტომობილისთვის გამომაწერინა ეხა ვითხარი თუ იმისთვის რა. ეს რა არის? ხო, ნუ სახეხებია რა და ფასები ყოველ შემთხვევაში ამ პროდუქტების იქნება ამ ვიდეოს აღწერაში. რამდენად შეაფასებდი ხო ამას? არ ვიცი, თავის დანიშნულებით ეს რაღაც უნდა ქნას, არ ვიცი. ნუ უხეში არის ძალიან. 10 და 5. მომაწოდე ერთ შემდეგი რა. ეს რა. აქ მე გავიწევი. ეს არის, ესეთი მქონდა სხვათა შორის სამზარეულოს კობზების ნაკრებია და მეცა ესეთი ნაკრებია, ბევრნაირი რაღაცა არის აქ. ჩვენები გაცვდა, არ მგონია ამათაც კაი ხანი გაკაჩოს, მაგრამ ნუ დასაწყისისთვის პირველი რამდენიმე თვე მგონია რომ თავს გაართმევს თავის მოვალეობას. თან ტემუს უპირატესობა რაც არის, ესეთ ნივთებს მოგიტანენ ბევრად იაფად ვიდრე აქ შეიძენთ. სახლში მოაქვთ, რაც მთავარია. მოგიწევთ 5-დან 10 დღემდე ლოდინი. ჩვენ შემთხვევაში თუ არ ვწდები ზუსტად 5 დღეში მოგვიტანეს, ბევრად ნაკლები გადავიხადეთ იგივე ნაკრებში რაიც აქ და თუ დღესვე არ გჭირდებათ და სასწრაფო არ არის რაღაც კონკრეტული სყიდვა, ძალიან კარგი ვარიანტია რომ ტემუზე იგივე ხარისხის ნაკრები ან ნებისმიერი ნივთი შევუკვეთოთ და დაეღოთ სახლში ის 5 დღე გადადებთ. და ხო შეგახსენებთ რომ დაბრუნება აქვთ 90 დღის განმავლობაში, ანუ მაგალითად თუ არ მოგიწონებათ ან რამე წუნი ექნება, შეგიძლიათ დააბრუნოთ უკან. შემდეგი ეს რა? ეს რაღაცებში მას დავეხმარები ხოლმე მაინტერესებს. თავით მივხვდი, ეს არის სამზარეულოს ქაღალდის საკიდი რკინა. ამაში მგონი ლარი და რაღაც მიეც. თითოეული პროდუქტის ფასი იქნება აღწერაში მოგორებო ეხლა რო არ ამოვანათოთ რა. არა, ალუმინი ხარკინეს არის. პლასმასი არ არის რაც თავარია და ამ თავისი ფასის კვალობაზე ესეც აქ რამდენად იყიდე? ახლოს. ალბათ 15 ლარი. 20-25 ლარს მაინც გადაიხდით აქ და თან მოყვება თავისი ორმაგი წებოვანი სტიკერი. ხო, რო კედელი არ გახვრიტოს, რაც სხვათა შორის კაია რა და სამზარეულოს მოუხდება. შავფერებშია. ცოტა ესთეტიკას ყურადღებას ვაქცევთ. კაია, მომწონს ეს. ამას 10-დან 10. აჰა, შენი სამშენებლო კასკა. ეს არის საწური, რომელიც მე სახლში ძალიან ხშირად მჭირდება, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვაკეთებ მაკარონს, ყოველს გვიყვარს და მოგიხსენებათ მაკარონს გადაწურვა სჭირდება. ასე რომ შევუკვეთე ეს, რომელსაც მოყვება რაღაცა კოუზი და საერთოდ არ ვიცის რა დანიშნულებით არის, ალბათ ამოსარევად და მოყვება ესეთი ჭიქ და ესეც ძალიან იაფი ღირდა, თუ ზუსტად მახსოვს 2-3 ლარი ეგრე მოუწია. ეს კაი რაღაცა. ამასაც 10-დან 10. თავის დანიშნულებით დიალურია. შემდეგი ეს არის ჩუსტები. ეს ჩუსტები უბრალოდ ჩავაგდე. ეხლა არ მგონი ესენი ჩავიცვა, იმიტომ რომ უკვე თბება და ძალიან თბილი ვარიანტია, მაგრამ ეხლა ხარისხი ნორმალურია რა. ვერ იტყვი რომ რაღაც განსაკუთრებული, მაგრამ ფასიც შესაბამისი ქონდა. ცოტა მეპატარავება, მაგრამ რადგანაც კალათს ვერ ვავსებდით, იმიტომ რომ კონკრეტულ ბიუჯეტში ძალიან ბევრი რაღაც ჩავყარეთ კალათში და ვერ ავსეთ, ესეც გამოვაყოლა ხელს და ნუ ხა ყოველბრივი კარგი ვარიანტია, მაგრამ ამას 10-დან დავწერდი 8 ალბათ. შემდეგი არის
ორი რაღაცა ეს არის ხო სახატავი პლანშეტია რომელიც დანის ჩავგდეთ და გამოიყურება ესე სხვათა შორის ესეთი ადრე ქონდა დანის გაუფუჭდა მოყვა თავისი პასტა და ხატავ წაშლი ძალიან მარტივი და კარგი რაღაცა არის იმედი ესეც მაგნიტზეა იმიტომ წინა მაგნიტზე იყო და მათი ვერზე ვაკრობდით ხოლმე და მე იქ რაღაცებს წერდით ან მაღაზიაში წასასვლელად სიას ვამზადებდით ხოლმე და კარგი რაღაცა არის მitmotes ბავშვებისთვის და ნუ ამასაც თავის დანიშნულებით 10-დან 10 საუწერდი თან სულ არაფერი თეთრები ღირდა და შემდეგი ნივთი ესეც დანისი არის ესეც პატარა თავსატეხებია შიგნით ლაბირინთები და ბავშვის გონების გასაუმჯობესებლად თან კარგია თან დანი ახლა ის დასაკშია რომ ესეთი შავაჯიშოები და რაღაცები სჭირდება და გონებისთვის კარგია და ესეც ღირდა თეთრები ასე რომ ესეც ძალიან კარგია შემდეგი ეს ვოჩდები საერცხლის მანქანაში შესაგდები ბადია რომელშიც უნდა ჩადო ფეხსაცმელები არის გახსნი ჩააწყობ ფეხსაცმელებს და ამიანად შეგდებ საერცხლის მანქანაში და არ გაფუჭდება ხოთ შეს კაი სქელია რაღაც თხელი მეკონა ესეც 10-დან 10-ია მართალია დიდი არაფერი არა იმ მთლიანობაში მაგრამ თავისი დანიშნულებით და თავისი ხარისხით არა რაღაც ძალიან ისეთი თხელი და სიფრიფანა ნაჭერი ერთ სიტყვით ძალიან კარგია და რა ვიცი თქვენაზეც მოვისმენდი მაგალითად კომენტარებში რომელ ნივთს რამდენ გულს დაუწერდით ეს ნივთი არის შეგხვდებოდათ ალბათ ქართულ საიტებზე ძევს მაგრამ ემუზე ბევრად იაფად სადღაც ლარი თუ 2 ლარი ღირდა ესეთი ბოთლი არის ამაში ასხავ ზეთს და შემდეგ აი თუ არ გინდა რომ ტალფას პიტა ასხა და ზედმეტი მოგივიდეს შესხურებით ნამავ ესე ვთქვა ესეც ძალიან კარგია რაღაცნაირი პლასმასია, სქელი პლასმასია. ანუ ხარისხით ნორმალური აქვს რა. ესეთი ნივთი ზოგადად არ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება იყოს უკეთესი ხარისხი. თუ მაინც ეს შუშა არ არის და ეს ალუმინი. ამიტომ ამასაც 10-დან 10. ყველაფერი მომწონს. ეს არის, ესეც ძალიან სპონტანურად ჩავაგდეთ კალათში. ეს არის ეზოს განათება, რომელიც მზის ბატარეებზე იტენება, მზის ბატარეით იტენება და შემდეგ ისინი ანათებს. მაგრამ ცოტა გაღუნულია. ჩავხსნი, მაგრამ არ ანათებს. აი, ეზოში ალბათ ესეთი ბევრი ძალიან ლამაზი და საყვარელი იქნება, მაგრამ ჩვენ ერთი ცალი გვაქვს ჩაგდებული ისეთ სატესტოდ, იმიტომ რომ ეზოს ვაწყობთ და რაღაც დეკორაციებზე რომ ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა რომ გამოგვეყენებინა, ეს სატესტოდ ჩავაგდეთ. თუ მოგვეწონებოდა, მე კიდე გამოვწერდით და რას ფიქრობ, შემოგწონს? ბევრ სცენარებში ჩაიდება. თან ახლა მზის ბატარეებზე და კარგი იმ ხრივ არის, რომ სენსორზეა რა, როცა დაღამდება ჩაირთვება, როცა გათენდება გაიჩება. დატენულიც არ სჭირდება, მოგიხსენებათ. ესეთი ადრე კახეთში ერთ-ერთ სასტუმროში ვნახეთ და რო გვეცნო და მაშინ იქ რო მოგვეწონა, უფრო მაგიტო ჩავაგდეთ. ამას 10-დან ალბათ 7 იცი, იმიტომ რომ რავი დიდად არ ანათებს. მაგრამ რეალურად დიდად არც უნდა ანათებდეს, იმიტომ რომ პატარა რა დეკორია და ახლა დეკორი ძალიან არ უნდა ანათებდეს. მაინც კაია მოკლედ რა. შემდეგი არის სტილოების ნაკრები, ჩაის სტილოს ეძახიან როგორც ვიცი და არის ნაკრებში 4 კილოა. არაფერი განსაკუთრებული ხარისხი, იგივეა რაც აქ, იმიტომ რომ მსგავსი, ცოტა სხვანაირი რაღაც ნაქარგებით, ნატამ მაჩუკა ამიკოს დედამ და ანუ ერთ-ერთი ეგ ხარისხია. თან ეს ნაჭერი ვაფლი ქვია როგორც ვიცი და გამშრალებითაც ეს ნაჭერი უფრო კარგად ამშრალებს ვიდრე სხვა ტილოები, ასე რომ რავი, გამოსაყენებლად მართლა ძალიან კარგია, ამიტომ ამასაც 10-დან 10. შემდეგი არის სავარცხელი. ესეც ძალიან სპონტანურად და უბრალოდ ჩავაგდე და ამ სავარცხლების რაც მომწონს ის არის, რომ აი ეს ფუნქცია აქვს ავტომატურად თავის ფორმას ერგება და ბიჭიტო. მედიათ მე არ დამაპუტავს. ამიკო გამოიყენებს. მე ხა იმ ხელათურება გამოვიყენა. ან თავის ქალს კარგად მიყვება, მაგრამ ნუ უკეთესი ხარისხით შეიძლებოდა რა. თავის ფასთან მიმართებაში რა თქმა უნდა, არ არის რაღაც ისეთი რა. ამას დაუწერდი 10-დან 5-ს. აი 4-ა. დიდი ვერაფერი. არ ყოფილვარ ბოლომდე მიკერძოებული. ეს რა არის? ეს არ ვიცი რა. ესეც ალბათ შეგხვდებოდათ უმეტესობას. ეს არის კარგი დროპშიპინგის პროდუქტი. აი ჩიფსები და რაღაცები როგორ შეკვრაშიც არის. იმათი დასალუქია. აქ თავს სპარკსში აყოფინებ და შემდეგ ამღილებს დააჭერთ კრავს. ანუ თავიდან შეგიძლიათ შეფუთოთ პროდუქტი. ამას რო დავტესტავთ, მაშინ შეიძლება ვთქვათ 10-დან რამდენი ეკუსმის თორე ეს ერთ შეხედვით ჩვეულებრივია. შემდეგი არის ესეთი სილიკონის ბურთები. ესეც ხარისხის მანქანისთვის გამოიყენება. აი, ჩავ ტანსაცმელს რო ყრით ამერიკიდან გაპუწულიან რაღაც თეთრი ბუსები. დავისვენე ბაწი.
თეთრი ბუსუსებით რო გამოგაქვთ, მაგის მოსაშორებელია რა იკრავს. ერთ ცალს შევაგდებ და შავტანს გამოვიძებ ბუსტების გარეშე. ესეთი სილიკონის ბურთია, რომელთაც ალბათ რექსიც ძალიან კარგად ითამაშებს და დანიც. ამასაც 100-დან 10. ნუ როგორი მუშაობს და როგორ აიკრობს ბუსუსებს, მაგასაც მე ვნახავთ. ნუ ისეთი პროდუქტები არც გამომიწერია, რომ აი ბევრი განხილვა სჭირდებოდეს და ქულების მინიჭებაც მჭირდეს. საოჯახო პროდუქტებია, რაც სახში შეიძლება და გამომეყენებინა წვრილმანები, ასე რომ რა დიდ აღფრთოვანებას ვერც ველოდები არც ველოდები ამ პროდუქტებისგან, მაგრამ ნუ ყველაფერი ნორმალურია. ეს არის საათი, რომელიც ჩართულ მდგომარეობაში ძალიან მაინტერესებს როგორია. იმედია რაღაც ისე არ ალათებს, ესეთია. ეს უნდა იყოს ჩამქრალ მდგომარეობაში ჩვეულებრივი ეკრანია, მაგრამ მუშაობს ელემენტზე. მომიტან. კიდე უნდა. Thank you. ესე გამოიყურება ჩართულ მდგომარეობაში. ესეც თავის ფასთან შედარებით გონით ძალიან კარგია. აქედან ახლა გავასწორებთ დროს. მაგვიდა როგორ უნდა დავაყენო არ ვიცი, მე ინსტრუქციაში ვნახავ. ჩაუბრალ ანათებს რა. არ მახსოვს რა ღირდა ნამდვილად, მაგრამ ძვირი არ ღირდა და ფასები ყველა პროდუქტის აღწერაში იქნება მითითებული და ეს მომენტი როგორ მიყვარს. ძალიან კაია, მომწონს. ასევე შეგახსენებთ, რომ ჩემი არხი არის 100,000 გამომწერზე, ასე რომ არ დაგავიწყდეთ 3 ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა და ახლა ვნახოთ შემდეგი პროდუქტი, რომელიც არის ესეც უეჭველი ნანახი გექნებათ აქ. დიდი რეზინი არის, რომელიც გამოიყენება ჭურჭლის, გარეცხილი ჭურჭლის გასაშრობად. გასაშრობად რა, დასაწმენდად თუ როგორ ვიდახიან. ნახოთ როგორი ხარისხია. ერთი მხრიდან არის რეზინი, ალბათ რო არის ცურავს ზედაპირზე და მეორე მხრიდან არის რაღაცნაირი მატოვი მასალაა, ცოტა ალკანტარას ვიცია, მაგრამ ალკანტარა არ არის რა თქმა უნდა. მაუსპადის გავსი მასალა არის რა. გამოცდილებით რახან ვიცით, რომ ამიკოს როცა თავის მაუსპადზე ყავა ესხმება, ძალიან კარგად იწყოს, ასე რომ წესით არც ამას გაუჭირდება. ზომაც ნორმალურია, ასე რომ რავი. 10-დან 10 ამას. შემდეგი პროდუქტია ისევ ტილოები, ოღონდ ეს ჭურჭლის ტილო არ არის, ეს ჩვეულებრივი ტილოა. ამ ტილოებზე ძალიან ბუმი იყო, რაღაც ქვი არ მახსოვს ოღონდ რა და ამ ძალიან კარგად ამშრალებს ყველაფერს და რამდენია. და პატარებია ძალიან, მაგრამ ძალიან ბევრი. და შეიძლება ამის სამზარეულოში გამოყენებაც, როგორც მაგალითად მაგიის ზედაპირზე, ისე თვითონ სამზარეულოს ზედაპირზე, ერორი მაქვს. ტურის საწმენდადაც, როგორც ვიცი, ძალიან კარგად გამოიყენება, ვიცი, გუფიდან გამიგია. ასე რომ აი ძალიან ბევრია. არ ვიცი რა ღირდა, მაგრამ ძვირი მართლა არ ღირდა და დიას ახლისებო თუ მიყურებთ, არ დაგავიწყოთ ჩემი პრომოკოდის გამოყენება, იმიტომ რომ ამ ტილოებს უეჭველი ჩააგდებს და მე უეჭველი დაისვენებთ. გამოიყენეთ ჩემი პრომოკოდი და მიიღეთ 300 ლარის პროდუქტები სრულიად უფასოდ. ეს არის ფორმები ნამსხვრისთვის. მართალია სახში რამდენიმე ფორმა მქონდა, მაგრამ ჯერ არაფერი გამომიწვია, მაგრამ ეს იყო და ბარემ ჩავაგდე რა. ეს არის მწვალი, რაღაც ყვავილის ფორმის. ესენი არ ვიცი ისთვის უნდა. ვარსკვლავი და გული. იმედია ოდესმე გამოვიყენებ. არა. ჩემიგა. იმედია ოდესმე გამოვიყენებ. არ ვიცი ეს ისთვის უნდა? რა დაიჭირო? ეს როგორ უნდა დაიჭირო? აი გიწევა? აი, რა იყო? ეს არის რა არის? ის რა? ლობიო ამაში? ლობიო არ ვიცი, მაგრამ მარცვლეული შეგიძლიათ აქედან ჩაყაროთ, თავის თავსახური მოყვება, ესე გაუკეთებთ და შეინახავთ სამზარეულოს უჯრაში, თაროზე, რა ვიცი, სადაც ინახავთ. ძალიან ბევრია ესეთი, ზუსტად რამდენიმე, არ არის ბევრი, 4-5 ძალიან მგონი. ეს გამოსაყენებელია რა, წვრილმანი რაღაცა პაჭი-პუჭა რაღაცა, მაგრამ გამოსაყენებელია და თავის დანიშნულებით ალბათ ამას რავი 10-დან 10. როგორ უნდა შევაფასოს პროდუქტების სხვანაირად არ ვიცი. ეს ის ნივთია, რომელიც სულ მინდოდა რომ მქონოდა, იმიტომ რომ ერთ საყვარელი ზედა მაქვს, შავი, ნაკსოვი ვარიანტი და პირველი რამდენიმე თვე რომ მეცვა და აიპუწა, იმის მერე აღარ გამომიყენებია, იმიტომ რომ ვერც ვერაფერი მოუხერხე და კონკრეტულად მაგ ზედისთვის მინდოდა, იმიტომ რომ მაგის მერე უკვე მე მსგავსი არაფერი მიყიდია. და იმედია იმუშავებს. ესეთი რაღაცა არის, ძალიან ისეთი ხმა აქვს საშიში. ამით შეგიძლიათ ეს იაპუწული ზედაპირი გაპარსოთ, ესე რომ ვთქვათ. ეს კიდე 14 ლარი როგორც ხამკომ გამახსენა. რა ვიცი, თუ იმუშავებს, თავის დანიშნულებით მართლა იდეალური იქნება. შეინახავს აპუწულ
მასას და მე აქედან ჩამოცვი. ძალიან კაი რაღაცა. იმედია იმუშავებს, მაგრამ გადავიდა უკვე მაიკის სეზონის სვიტრის. ეს არის უბრალოდ არ ვიცი რა ქვია. აი ეს შეფუთვა რაც არის, ესეთი პარკებია შიგნით. 100 ცალი პლასტიკური ელვა ჩანთა. მე რა პატარებია დიდები მეგონა. ეს ღირდა 7 ლარი. და ცოტა დიდი მინდოდა, იმიტომ რომ რაღაც რეცეპტები მქონდა ნანახი. დაჭყლეტილი კარტოფილი, პიურეს მასა ესე რომ ვთქვათ, გადააქვთ ამაში, მე ატარებენ და მე ჭრიან და ანუ ამაში რა კარტოფილი უნდა ჩავდო, დიდი მეგონა. რაღაც სხვაში გამოვიყენებ რა. პატარა რო ვიყავი, ძალიან უყვარდა მძივების აწყობა ძუაზე. მაშინ მქონდა ესეთები ბევრი. ეხლა ამაში გამოვიყენებ იმედია. და ბოლო პროდუქტი ეს არის რაპის საცავი. ანუ ამხელად მას როცა ვიბან, ცვივა, მე იჭედება ტრაპში. მაგისთვის რო არ გაიჭედოს, გამოწერთ ესეთი სილიკონის ვადე, რომელიც ეკრობა აბაზანას და შემდეგ აღარ ატარებს ამ თმებს. და ღირდა 3 ლარი. ანუ არაფერი არ არის საერთოდ ეს. წარმოიდგინეთ, ჩინეთიდან ვიღაცა ადამიანი გიგზავნით ამას მხოლოდ 3 ლარად და მოაქვს სახში უფასოდ. მარტო ეს ნივთი რო შევუკვეთოთ, ამასაც მოგიტანენ უფასოდ და იხარჯებიან ამაში. მაგრამ თქვენ არაფერს არ გადაიხდით. ძალიან კაი რაღაცა ეს 10-იანაცი. მაგრამ ხა მთლად 3 ლარიანი პროდუქტის გამო ქართველ კურიერს მეც ნუ შეაწუხებთ, მაგიტომ გამოიყენეთ 300 ლარიანი ვაუჩერი. ბევრი რაღაცები ჩაყარეთ შიგნით, ესეთი წვრილმანი პაჭი-პუჭა რაღაცები რაც შეიძლება ყოველ დღე თუ არა 1000 ერთხელ მეც გამოიყენოთ და რავი, ისი ამოვნებთ რა. ეხლა რა გვიდას მეორე ამანაში. ნახოთ და ესე განმავლურად წავყიო. პირველი რაც ხელში გვხდება ეს არის კამერა. სახლის კამერა არის დიდი ალბათ ხო? სახლის გამოწერეთ, რომელიც უკვე იმდენი გვაქვს რომ არ ვიცი ესე დავაყენოთ, მაგრამ რა ვიცი, ყოს და გამოიყურება ასე. ღირდა სულ რაღაც 27 ლარი. არის Full HD, უკავშირდება ტელეფონს, აქვს Wi-Fi და შეგვიძლია ტელეფონიდან ვაკონტროლოთ ძველი პერიმეტრი. ეს უფრო ლამაზია, მაგრამ მომიკო მითხრა რომ ეს უნდა იყოს. ნუ სახშიც და ეზოშიც გვაქვს დაცვის მთელი სისტემა, მაგრამ ნუ ესეც იყოს, სადმე მივამაგრებთ, მაგალითად რა ვიცი. დანის ოთახში. ბავშვს არ ვაკონტროლებთ უბრალოდ. ყოველ შემთხვევაში მანდ არ გვაქვს კამერა და მისაღებში თუ არავინ არ არის, თვითონ არ გამოდის, თუ კამერაში არ ვუყურებთ, ასე რომ თვითონვე გავუხარდება. თან პატარა საყვარელი კამერაა და რო გაიგებს უკვე თავისი კამერა ექნება, თან გავუხარდება და ამის ხედვაც აქვს, პლუს როგორც ხედავთ, წინ განათებაც აქვს, ასე რომ რავი, 27 ლარი მეტი რა გინდათ. უი, ესეთი მეორეც გვაქვს. ამიკო და დანი გაინაწილებენ, ამიკო თავის სტუდიაში, დანი თავის ოთახში. და ჩამწერი ჩიპიც მოყვება 20 გიგაბაიტიანი. არა, 32 გიგაბაიტიანია. იდეალურია. სანამ სახლში დაცვის სისტემას დავაყენებდით, ჩვენს პირველ კამერაზე სადღაც 20 გიგაბაიტია თუ 32, ანუ იგივე ნაირი მოცულობის ჩიპში მივეცით მარტო 30 თუ რაღაც ეგ. რავი, იდეალურია ორივე ერთად ამაში, ასე რომ 10-დან 10. კორპუსის ჯგუფებში მობინადრების პოსტები გვხვდება ხშირად, რომ აი ამ სართულზე, ამ ბინიდან ბინის მიმდებარე ტერიტორიიდან ის მომპარეს. ამ ფასში იყიდეთ ეს კამერა, დაამაგრებთ და სულ არაფერი იმას მაინც გაიგებთ, ვინ მოგპარას და როდის მოგპარა. თან დამიჯერეთ სახსან კამერას თუ დაინახავენ, ვერავინ ვერ გაბედავს, რომ რამე მოიპაროს, ასე რომ 27 ლარი დაცვისთვის არაფერი არის. შემდეგი ნივთი, რომელიც არ ვიცი რა არის, მაგრამ გავიგებთ, არის ეს არის საათის მექანიზმი, რომელსაც მოყვება თავისი ესეთი ციფრები და შეგიძლიათ კედელზე გააკრათ ეს ციფრები საათის ისრის მიმართულებით, ააწყოთ საათი და ღირდა 2 ლარი. და რაც ყველაზე მთავარია, ამ ციფრებს თქვენი გემოვნების მიხედვით ააწყობთ კედელზე და რავი, საკმაოდ თანამედროვე საათი გამოგივათ. შემდეგი ნივთი არის ღობის განათებები. როგორც გითხარით, ეზოს ვაწესრიგებთ და ესენით სატესტოდ ჩავყარეთ კალათაში. გაინტერესებდა როგორი განათება ექნებოდა. შეკვრაში დევს მარტო 4 ცალი და ესეთი საბოლოო ჯამში 18 ცალი გამოვწერეთ. იმიტომ რომ ძალიან დიდი ღობეა. თქვენ ღობე კი შევავსეთ უკვე, მაგრამ რეალურად სოფელში გამოვიყენებთ. ზის ბატარეებზია, არაფერი არ სჭირდება დაკიდვის გარდა და ჩართვის გარდა. ფასი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ძალიანია ფიღირდა, შეკვრაში 4 ცალია. რაც ყველაზე მთავარია, არ მოგიწევთ კედელზე კაბელების გაყვანა და განათებით ანათებს ზევით და ქვევით. დეკორატიული განათება, ალბათ ყველას გექნებათ შემჩნეული, ბევრი ესეთი.
საყვარლად ანათებს. ხო, რომ საიმნებზეც შეიძლება ეს ცեղცის გაკეთება. აი, ეს დათინათი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ტემუზე ფოტოში ესენი ძალიან დიდი ჩანს. ასე რომ აღწერას ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება, მარტო ტემუდან არა. ყველა საიტიდან რასაც იწერთ, ზომებს მიაქციეთ ყურადღება. მოლოდინიც არ გექნებათ რაღაცის. მე ვარ მოგატყუეთ ცოტა დიდი მეგონა. ეს ანალოგიურად მეორე იდენტური კამერა არის, არც ამას აღარ გავხსნი. და ბოლო ამანათში ესეც ის განათებები, უბრალოდ ხანარი შეფუთვა, შეატყდოს, არ ვიცი, მაგრამ იგივე. აქ უფრო ბევრი დებს. მოკლედ, დღევანდელი unboxing-ი, ტემუს unboxing-ი სულ ეს იყო. არ დაგავიწყდეთ რეგისტრაციის გავლა, საძიებო-ველში ამ კოდის ჩაწერა და შემდეგ რა პროდუქტებსაც ამოგიყრით, მანდიდან 300 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ გამოწეროთ თქვენთვის სასურველი ნივთები. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და ნახვამდის.